მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან ერთად არის ის სკოლა თაობის პოდკასტი მეტი. დღეს გვაქვს უნიკალური გადაცემა და უნიკალური სტუმარი გვყავს. ლუკა სოლომონიძე, ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. და დღეს შევეცდებით ლუკას გადმოსახედიდან შევხედოთ სკოლის და ზოგადად განათლების სისტემას, იმიტომ რომ ხშირად არის რომ საუბრობთ ჩვენ ადმინისტრატორები, მასწავლებლები, თქვათ განათლების ექსპერტები განათლებაზე და ხშირად გვაუწყდება მთავარი ადამიანები განათლების სისტემაში, ეს არიან მოსწავლეები და ნამდვილად საინტერესო იქნება მოვისმინოთ მათი მოსაზრება. ლუკა, გამარჯობა. გამარჯობა. ლუკა, დავიწყოთ ყველაზე დიდი ტკივილით ალბათ რაც თანამედროვე განათლების სისტემაში ეს არის. შენი აზრით, რამდენად საინტერესო არის დღევანდელი განათლების სისტემა ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და შენი ასაკის მოსწავლეებისთვის? მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. მინდა დავიწყო იმით, რომ თანამედროვე ტრადიციული სწავლების სისტემა რაც არის და იყო აქამდეც აღარ მუშაობს დღევანდელ ან ჩვენ ასაკის ბავშვებში დღევანდელ რეალობაში, იმიტომ რომ არ მოძველდა ეს სისტემა, ან მასწავლებელი აღარ უნდა იყოს ცენტრი კლასში, არამედ უნდა იყოს მოსწავლე. როდესაც მე მოსწავლე მოდია კლასში, მაქვს იმის იმედი, რომ მასწავლებელთან მექნება კარგი ურთიერთობა, მექნება მეგობრული ურთიერთობა და როგორც შევხედავ ჩემს თანატოლს ისე. და არა როგორც ვინმე ჩემზე დიდი მასწავლებელი, რომელიც ჩემი აღზრდელია, უნდა მაკონტროლოს და ასე შემდეგ. განათლების სისტემასაც შეეხება. მოდი მე ამ შემთხვევაში ვიქნები ეშმაკის ადვოკატი, თუ შეგეწინააღმდეგები, რომ უფრო ნათელი იყოს ჩვენი მსმენელისათვის, კი მაგრამ მოსწავლეები აძლევენ ამის საშუალებას? მოსწავლეს მასწავლებელმა უნდა მიცეს საშუალება, რომ იყოს ისეთი, როგორც არის. ან თავი გამოხატოს, თორე თუ მასწავლებელი სულ დააბრალებს მოსწავლეს, რომ ეს ასეთი არის, მაშინ მოსწავლე ვერასოდეს ვერ შეიძლება. ან მასწავლებელმა უნდა ასწავლოს მოსწავლეს თუ როგორ ასე ვთქვათ, გაკვეთი საერთო პროცესში როგორ მოიქცეს, ან მარტო იმის სწავლება გაკვეთი როგორ ისწავლოს და დაიზეპიროს, ეს საკმარისი არ არის რა. ანუ უნდა იყოს როგორც მშობელი, უნდა იყოს როგორც მეგობარი მოსწავლისთვის და თუ მასწავლებელი ეტყვის რომ შენ ასეთი ხარ, არ გამოდგები და სვანაერი უნდა იყო, მაშინ ანუ შენ ვფიქრობ რომ ერთ-ერთი პრობლემა არის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ, ხო? მიერ მოსწავლეებისადმი დამოკიდებულება. აი, კაი, თქვათ მოსწავლეების მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს მასწავლებელს. და ეს კარგია, მაგრამ ეს საკმარისი პირობაა იმისათვის რომ მოსწავლე ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში. ეხლა რამდენი ხანი გაკაჩავს ხათრით მოსწავლე? ანუ საგაკვეთილო პროცესი თვითონ საინტერესო უნდა იყოს რა, ანუ მაგალითად თუ ჩვენ უბრალოდ დაზეპირების მეთოდზე ვიქნებთ, ადექი მოყევი ეს გაკვეთილი მე და ჯექი, ანუ ეგ მოსწავლეში საინტერესო ვერ იქნება, ანუ ყველა მოსწავლეს ეგ ვერ მოერგება რა. უნდა იყოს იქ სხვადასხვა პროექტები, უნდა იყოს იქ ჯგუფური სამუშაოები, უნდა იყოს დისკუსია, საუბრები მასწავლებლისა და მოსწავლეს შორის ამ საკითხის განხილვის დროს და საგაკვეთილო პროცესი საინტერესო უნდა გავხაროთ, თორე თუ ჩვენ ვიქნებით ძველ ტრადიციულ მეთოდზე ადექ მეყევი და ჯექი, მასე ან მოსწავლე ვერაფერს ვერ ისწავლის რა ფიზიკურად, იმიტომ რომ არა საინტერესო იქნება მისთვის ეს გაკვეთილი. და რა საბოლოო ჯამში დღევანდელი თაობისთვის საინტერესო რა რითი შეიძლება მივიპყროთ მოსწავლეების ყურადღება, როდესაც არის რავი AI, ინტერნეტი, YouTube, რავი PlayStation, ბოლო-ბოლო როგორ შეიძლება დააინტერესო თანამედროვე მოსწავლე? ხო, ანუ AI-სთან და PlayStation-თან ბრძოლა რთულია რა, ანუ სკოლისის. ანუ რამდენიმე უნდა ებრძოლოს მართლა. AI-საც, PlayStation-საც, კომპიუტერსაც, მოსწავლეში რა თქმა უნდა ის უფრო საინტერესოა, რაც მას არ თხოვს სახში მივა კომპიუტერზე დაჟება და ითამაშებს, თუმცა ან როდესაც საგაკვეთილო პროცესში ის თავს იგზნობს როგორც სრულფასოვან მონაწილედ, ან როგორც ანუ საინტერესო გახდება მისთვის ეს პროცესი და ის ვალდებულება რომ მე სკოლაში უნდა წავიდე, ხო, ანუ მისთვის ეს AI-საც გადააჯაბნეს, კომპიუტერსაც გადააჯაბნეს და თუ მოსწავლე იმ განსაცდელს ღვიძებს რომ აუ სკოლაში უნდა წავიდე დღეს მე და აუ მეზარება და ასე და ასე, ან მაშინ ვერანაირად ვერ აჯობებს რა. მოსწავლეს უნდა გაუღვიოთ ის თავის გონებაში, რომ სკოლა არ არის ადგილი, სადაც შენ დაძაბული უნდა იყო და სტრესილი, არამედ საგაკვეთილო პროცესში ჩაერთვები, ეს საგაკვეთილო პროცესი მოგცემს შენ სიამოვნებას, განათლებას და ამასთან ერთად სახში წახვალ დამშვიდებული და სრულფასოვან წევრად იგრძნობს საზოგადოებაში თავს.
აი შეიძლება ვიღაცას კითხვა გაუჩნდეს, რომ ეს არის ერთი მოსწავლის ლუკა სოლომონიძის აზრი და მისაღები აზრია და ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ შენი მეგობრები რო გაიხსენო, თქვა არა მარტო სკოლის, არამედ ზოგადად, აი თუ იზიარებენ შენს პოზიციას და თუ შეგიძლია მათ მაგივრად რომ მსგავსი რაღაცებზე ისაუბრო და ეგ აზრი დაადასტურო. კი რა თქმა უნდა, ან სკოლაში ბევრთან მაქვს კონტაქტი დაბაკლასელებთან, ჩემი კლასელებთანაც და ამ კლასში ბევრჯერ ქონია დისკუსია მაგის შესახებ თუ არის თუ არა დღევანდელი საოკვეთილო პროცესი ან ჩვენ სკოლაში, სკოლათაობაში საინტერესო. ამაზე ქონია დისკუსია და ჩვენ განგვიხილია რომ ანუ სხვა სკოლებში მაგალითად სადაც არის შემორჩენილი ძველი ტრადიციული სწავლებები, ანუ იქ რომ ყოფილიყავით ჩვენ არ ვიგზნობთ თავს ისე როგორც დღეს ჩვენ სკოლაში ამ სკოლაში ვგზნობთ თავისუფლად, ანუ თავისუფალ გარემოს ვგზნობთ და ჩვენც თავისუფლად მასწავლებლებთან შეგვიძლია დისკუსია, შეგვიძლია რომ გაგვაცილეთ თავისუფლად ვიყოთ და ვაკეთოთ ჯგუფური სამუშაოები და ასე შემდეგ და ან თქვენი კითხვა რომ იზიარებენ თუ არა ჩემს პოზიციას, ჩემი თანაკლასები და თანატოლები, კი იზიარებენ, იმიტომ რომ ყველა ჩემი თანატოლები ფიქრობს, რომ დღევანდელი ჩვენი სკოლის მიზანი რაც არის, საინტერესოა და ბავშვისთვის გამოსადეგარი იქნება, იმიტომ რომ მომავალში დაეხმარება, რომ სოციალურად განვითარდეს რა საზოგადოებაში. ანუ შენ ის ფიქრობ, რომ ეს ორი პრობლემა, რომელზეც შენ ხაზი გაუსვი, რომ პირველი რომ უნდა შეიცვალოს მოსწავლებისადმი დამოკიდებულება და არ უნდა აღვიქვათ როგორც ობიექტები, რომლებსაც უბრალოდ ჩვენ რაღაცას ვასწავლით და თუ უნდა ისწავლოს, არამედ უნდა აღვიქვათ როგორც თანამშრომლები და რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონტენტი იყოს საინტერესო, ეს ამან შეიძლება განაპირობოს, რომ სხვაგანაც სხვა სკოლებშიც მეტად ჩართული იყოს მოსწავლე, ხო? ძალიან კარგი. აი რა მაინტერესებს კიდე გარდა ამ ორი კომპონენტისა კიდევ თუ არის შენი გადმოსახედიდან პრობლემები სკოლაში, რომელიც ხელს უშლის მოსწავლების დაინტერესებას და ჩართულობას. კი, საოკვეთილო პროცესის გარდა არის გაკვეთილის გარეთ პროცესი, რაც მიმდინარეობს თვითონ სკოლაში, სკოლის გარეთაც. ანუ მასწავლებლებს და ზოგადად სკოლების უმეტესობას გონიათ, რომ ბავშვი არის მარტო ბავშვი უნდა იყოს მარტო სკოლაში და სკოლის გარეთ მათი ინტერესის სფეროში აღარ შედის ამ ბავშვი რაც გააკეთებს და სინამდვილეში სკოლის გარეთ რაც აკეთებს იქიდან მოდის მერე ბავშვის ანუ იქიდან ყალიბდება მერე ბავშვის ფსიქოლოგიას და სკოლას იმ განწყობით მოდის ანუ თუ გარეთ ბავშვი ხდება ბულინგის მსხვერპლი ამ ვიღაცის მიერ ან ასახში ამ მოკლედ ან გარეთ ეზოში ვინმეს მეგობრებია ბულინგებენ მაშინ ან მისი ყურადღება და ორიენტაცია ვერ იქნება საოკვეთილო პროცესში გადატანილი და მასწავლებლის ფუნქცია არ არის ის მარტო რომ სკოლაში მიაქციოს ყურადღება, არამედ სკოლის გარეთ რაც აკეთებს როგორ გარემოში ეს ბავშვი რომ შემდეგ მოახერხებს განვითარებას თუ ვერა. ან თუ ისეთ გარემოში იზრდება სადაც განვითარების საშუალებას ფიზიკურად არ იძლევა, ან სწავლა ეკცალება, ან ბულინგდება, მაშინ ბავშვს ვერ დაუბრალებთ იმას რომ მასწავლებელი ვერ სწავლობს. იმიტომ რომ მისი ფსიქოლოგია ისე ამოწყობილი რომ საოკვეთილო პროცესზე ფიქრობს როგორ გადაარჩეს გარეთ. ამიტომ სკოლის გარეთაც უნდა გაიხედოს სკოლა და მასწავლებლები რა ხდება სკოლის გარეთ. აი მე მესმის მართალი ხარ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის სოციალური გარემო და ის პირობები რომელშიც ის იზრდება, მაგრამ რამდენად ხელეწიფება სკოლას რომ აქაც ყურადღება მიაქციოს და ახაც ჩართული იყოს, რამდენად შესაძლებელია თუ უბრალოდ გათვალისწინებას იძახი. ანუ შესაძლებელია ჩვენ ყველა მოსწავლეს გარეთ ვერ გავყვებით და ამ სახლში ვერ მიყვებით და ვერ გავაკონტროლებთ რას უკეთებ მესხოები, რას აკეთებს თვითონ და უბრალოდ სკოლაში როდესაც მოდის აი მასწავლებელთან საუბრის დროს სიტყვაზე ვიყოთ, მასწავლებელი უნდა კითხოს როგორ ხარ, აი რამე ხო არ გიჭირს, ან ვინმესთან რამე ხო არ მოგივიდა და ანუ ასე მზრუნველი გარემო უნდა იყოს, რომ მოსწავლემ თავი დასვად იქნოს, თორე ჩვენ მე იმას კი არ ვამბობ, რომ აი მასწავლებელი სახლში გაყვნენ და ყველა მოსწავლე თითოეულ ბიჭი აკონტროლოს. უბრალოდ უნდა იყოს ის, რომ ანუ წყალებში აღელვებდეს რა მასწავლებელს მოსწავლის საგარეო ცხოვრება, რა სკოლის გარეთ ცხოვრება. ანუ ითვალისწინებდეს პროცესში, ხო? ძალიან საინტერესოა და მართალი ხარ გეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით წინა პოდკასტებშიც, რომ თუ ჩვენ მოსწავლეს აღვიქვამთ არა ობიექტს და რაღაც მექანიზმს, რომელსაც უბრალოდ სკოლაში მოდის, რომ უნდა უბრალოდ ჩაგაბაროს, ისწავლოს, წავიდეს და მოვიდეს და ეს პროცესი არის
ჩვენში ახმული როგორც სასწავლო პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დროს ვერ ვითვალისწინებთ ბავშვის შინაგან სამყაროს, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ ადამიანები ვართ, რომ ბავშვი მომენტში იყოს დათრგუნული, ცუდხასიათზე, სხვა განცდები და სხვა ემოციები ქონდეს და შეიძლება არ ეცალოს აი შენი სწავლისთვის და ხომ და ვაცადოთ რა ადამიანს და ბავშვს რომ გადაიტანოს რაღაცა, იმიტომ რომ თან ჩვენ სასრულებს რა პრობლემა გვაქვს, იცი რომ ჩვენ ბავშვების პრობლემებს ჩვენი გადმოსახედიდან უყურებთ და ხშირად ახლა ამის მეტი დარდი როგორ არა აქვს რა ნეტა ღმერთმა არ მოგცეს ამის მეტი დარდი, მაგრამ ეგ ხო არასწორი პოზიცია, იმიტომ რომ იმ მომენტში იმ ბავშვისთვის ეს კონკრეტული გამოწვევა შეიძლება მთელი მისი სამყარო იყოს, კი შენთვის, ვიღაცისთვის, მასწავლებლისთვის, დასრულისთვის შეიძლება ეს წრუდმანი იყოს, მაგრამ იმ ბავშვის ეს მთლიანი სამყარო უნდა იყოს. ამიტომ ყოველთვის გავითვალისწინოთ ბავშვის მდგომარეობა და თუნდაც ის რომ მეგობართან არის ნაჩხუბარი და თქვათ დედამ რაღაცა უგრძალა ან რაღაცა არ გამოსდის, ეს შეიძლება იყოს მისი ძალიან დიდი გამოწვევა, რომელიც სასწავლო პროცესზეც იმოქმედებს. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ძალიან ვცდებით იმაში, რომ აღვიქვამთ სასწავლო პროცესს განსაკუთრებულად ბავშვის უნარებთან და მის მდგომარეობასთან. თუ ბავშვი ფსიქოლოგიურად არ არის მზად ყოფნაში და განწყობილი სასწავლებლად, აქ რაც არ უნდა შენ აძალო, იწვალო და ეცადო, გამორიცხული აი მზაობა სწავლის შემეცნების მზაობა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს როგორც ფსიქოლოგიურად. კი, რა თქმა უნდა. კიდე რა მაინტერესებს, აი კიდე თუ არის რაიმე პრობლემა, რომელიცაც ჩვენ გვავიწყდება, როდესაც დასრულებით ვლაპარაკობ განათლებაზე და ვერ ხვდებით რაღაც ელემენტარს, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს, რომ სასწავლო შედეგები გავაუმჯობესოთ და მოსწავლე დავაინტერესოთ სკოლით. აი თქვენაც ახსენეთ, რომ მოსწავლის ხელმოსახედიდან არ უყურებენ მასწავლებლებს ზოგადად. ან ეგეც დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ყველა ბავშვს განსხვავებული ფსიქოლოგია აქვს. ან როდესაც მასწავლებელი საუბრობს, რომ რით უნდა დავაინტერესოთ მოსწავლე, ეგ არ უნდა განიხილოს როგორც ერთ ჭრიში რა, ანუ ერთი მოსწავლის სახით. ანუ ყველას დაინტერესება უნდა, მაგალითად, აი თუ იმას არატიპური მოსწავლე, ხო, ან მაგისტრის ცოტა შედარებით რთული იქნება იმ საგაგოთებო პროცესში ჩართვა, რაშიც სხვა ბავშვები ერთვებიან რა, ტიპური მოსწავლეები და როდესაც მასწავლებელი შეძლებს რომ აი ამისათვის შექმნას ისეთი გარემო, სადაც მეგობრობას დაანახებენ, ამას დაანახებენ, რომ ისიც სრულფასოვანი წევრია, მაშინ მოხდება ისე, რომ სკოლაში შეიქმნება კარგი გარემო და მასწავლებელი შეძლებს რომ მოსწავლეები დაინტერესდეს საგაგოთებო პროცესით. ისევე შმაკის ადვოკატი ვიქნები და აი თუნდაც ჩვენ კი ხა შეიძლება კერძო სკოლების გადმოსახედიდან ადვილი იყოს ამაზე საუბარი, მაგრამ თქვა ავიღოთ ისეთი სკოლები, საჯარო სკოლები, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ის კლასში, რავი 25-30. აი რამდენად ხელეწიფება სკოლას მასწავლებლებს, რომ 30 ბავშვთან ესეთი გარემო შექმნას და პლუს სწავლის შედეგებზეც გავიდეს, ასე ვთქვათ, აი მოწინააღმდეგე ვიქნები, მაგრამ ბავშვი მსმენელისთვის რომ საინტერესო იყოს. აი რამდენად შესაძლებელია რეალურად რა 30 ბავშვი ყველას სურვილი, ყველას მდგომარეობა გაითვალისწინო და თქვათ მაგალითად თან მათემატიკაც ისწავლო. ეგ რთული საკითხია შედარებით და საჯარო სკოლებში, ანუ ეგ უფრო დიდ გამოწვევას მაგით რჩება. ან მარცა 10 ბავშვის და 25 ბავშვის დაინტერესება განსხვავდება ცოტა, მაგრამ თუ ჩვენ მოსწავლეებს დავანახეთ, რომ შესაძლებელია რომ შენ იყო ამ გარემოში ჩართული, რასაც მე სკოლაში გიქმნი და რაც წვლილი შეიტანო, ან მოტივაციის მიცემა თუ შეგიძლია მოსწავლისთვის, მე მგონია რომ 25 ბავშვს და 40 ბავშვსაც იგივე მოტივაციას მისცემ, რასაც მისცემდი 10 ბავშვს რა. ანუ ეგ რა თქმა უნდა რაოდენობაზე რთულია, იმიტომ რომ ყველა ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაშინ გასათვალისწინებელია, თუმცა როდესაც ერთ ბავშვს დაანახებ მაგალითს, რომ აი შენ კარგი ხარ, შენ შეგიძლია და ანუ არ უნდა გაჩერდე და არ დანებდე, მაშინ ისიც სხვას ამ ფსიქოლოგიას სხვასთანაც გადაიტანს, მე ის სხვაზე გადაიტანს სხვაზე და შეიქმნება ეს ერთიანი გარემო, სადაც იქნება კარგი საგაგოთებო პროცესი, იქნება ყველა ჩართული. ხო, ალბათ კი გეთანხმები, მე უბრალოდ ეს არის არ უნდა გქონდეს ძალიან გრძელვადიანი და ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ერთი გადაცემა გქონდა ზუსტად მაგაზე, რომ აი მთავარი ალბათ არის ის, რომ არ უნდა ვიჩქაროთ. აი თითქოს მე ყოველთვის მაქვს შეგრძნება, აი შეიძლება ვერ ვასიტყვებ და კარგად და ვერ ვაყალიბებ როგორც აზრს და თეორიას, მაგრამ მაქვს შეგრძნება, რომ ყველას ძალიან გვეჩქარება. გვეჩქარება მასწავლებლებს, გვეჩქარება სკოლას, გვეჩქარება მშობლებს, გვეჩქარება
მოსწავლეებს თითქოს გვინდა ყველაფერი ერთბაშად ერთიანად და ყველას რომ მაგარი შედეგი გქონდეს და რო გავჩერდეთ ცოტათი დავუშვიდეთ და ტემპი შევანელოთ ამაზე რა აზრის ხო ანუ ერთი პრობლემა კიდე ის არის რომ აი მასწავლებელს უნდა რომ და მშობელსაც რომელსაც მოსწავლეში სკოლაში დაყავს უნდა რომ როდესაც შევა უნდერკინდი იყოს და აი პირველი კლასიდან რაღაცა მათემატიკური ფორმულები ამოხსნას და ვაიმე გაგიჯდეს და უნივერსიტეტში მიიღო პირდაპირ და ანუ ეგ მათ არის ხაზო ჩქარავთ ძალიან იმიტომ რომ ბავშვი როდესაც იცგუნება რა ბავშვი მაგითაც მშობელი რო ელოდება სკოლაში რომ აი რა ქენიშვი რომ აი კლასში ხო პირველი ხარ და აი ვერა ხო ვერ გიჯობნის და შენ ყველაზე მაგარი ხარ იმასაც აი შეიძლება უჩდება რა აი როდესაც ვერაფერ ხერს რომ მართლა პირველი იყოს შეიძლება უჩდება მე არ ვარო ანუ ისეთიო რა ანუ ხებზე მაგარიო და ითქუნება რა ბავშვის ფსიქოლოგიურად და როდესაც ჩვენ შევანელებთ ამ პროცესს რომ აი ვასწრით ბავშვს რომ ნენელა ჩამოყალიბდეს სოციალიზაცია მოახდინოს იმ გარემოში სადაც თვითონა შეეგუოს ამ გარემოს და შემდეგ უკვე გაიაროს სხვადასხვა ეტაპები მაშინ უფრო ბავშვიც გახსნილად იქნება და უფრო მოახერხებს ამ სწავლასაც და შენ რო გვინდა რომ ერთ დღეში ის გახდეს რა ქვია იზააკ ნიუტონი და აინშტაინი ვერ მოხდება ეგრე ხო მართალი ხარ ლუკა თითქოს სწავლება არის რაღაც მარათონი და შეჯიბრი არა და ჩემი გადმოსახედიდან მოსწავლე უნდა საკუთარ თავის განვითარებაზე და საკუთარ თავს რო აჯობოს ყოველდღე და არა სხვას ეჯიბროს და აქედანაც ძალიან ლოგიკურად ითხოვს კითხვას აი ნიშნებთან დაკავშირებით ჩვენთან საგანმანათლებლობის სისტემაში ძირითადად გამოიყენება განსაზღვრელი ნიშნები, რომელიც განსაზღვრავს ეგრეთ წოდებულ ბავშვის ცოდნას და არის მეორე მოსაზრება, რომ ხوارჯობია განმავითარებელი შეფასებები და ნიშნებზე უარი ვთქვათ, მაგრამ ნაწილი საზოგადოებისა ფიქრობს, რომ მოსწავლეების ნაწილი, რომელიც ნიშნის გამო მაინც სწავლობს ამის შემდეგ შეიძლება საერთოდ არ ისწავლოს და შენ რას ფიქრობ შენი გადმოსახედიდან, შენი თანატოლების გადმოსახედიდან? ჩემი აზრით მოსწავლე რომელიც სწავლობს ნიშნის გამო რაღაც ფეკვეთის და ზოგადად საგანს ანუ ეგ სწავლა არ გამოდის რა ეგ უბრალოდ გამოდის მოკლევადიანი დაზეპირება რომელიც შემდგომში რეალიზებას ვერ გაუკეთებს ვერც ეს სფეროში რა აი თუ მაგალითად ხო მაგრამ ნიშნის გამო ხო მაინც სწავლობს ნიშნის გამო სწავლობს მაგრამ რამდენად ღირებულია ეგ ნიშნის გამო სწავლა ამ საკითხავ ეგ არის სწორებ ნიშნის გამო შეიძლება ერთ დღეს 10-იანი მივიღო და მე სულ აღარ მახსოვდეს ეს საგანი ან ინტერესი არ მქონდეს ამ საგნის საერთოდ გადაუხვიო და სხვა გზაზე წავიდე ეგ ანუ არ გამოდის რომ მან ისწავლა უბრალოდ ნიშანი დაუწეს ძერ ნიშანი ისეთ სიტყვაა ცოტა რომ აი ნიშანი რაღაცას გაკრავენ ამ ნიშანს რომ შენ 1000-იანი ხარ, შენ 900-იანი ხარ და ასე და შეფასების სისტემა, როდესაც სიტყვას უკვირდებით შეფასების სისტემა, შენ აფასებ ბავშვის უნარებს, ცოდნას, აი როგორ შეუძლია ეს გადმოსცეს და ანუ ყველა იმ უნარს რაც აერთიანებს რა ამ ბავშვს და ის ნიშანი არის რომ აი დღეს მოვიყვა და შევაფასე ამ ნიშნით. ანუ შენ ეუბნები ბავშვს რომ დღეს მეტი არ შეგიძლია რომ ისწავლო შემდეგისთვის და შემდეგისთვის თუ შეძლებ დაგიწერ 10-ს. ხო თან გამსაზღვრელი ნიშანი ცოტა დაუნდობელი არის, იმიტომ რომ იმ მომენტში იმ დღეს არ ეთვალისწინებს ბავშვის მდგომარეობას. აი თქვათ ვერ ვისწავლე, განწყობა არ მქონდა, ცოტათ ვიყავი, არ გამომივიდა და კონკრეტულად იმ დღეს რატომ აფასებ მაინც და მაინც, ხო? ხო შეიძლება რომ თქვათ რაღაც ჩემი ჩართულობის და სწავლების პროცესი შეაფასო და შენი აზრით ეგ კარგად ჟღერს, მაგრამ დამოკიდებულება აი სხვა მოსწავლებისაც როგორი შენი აზრით აი როგორ შეიძლება გავაგებინოთ რომ ნიშანი არ გვინდა ნიშანის გამო მოდი არ ვისწავლოთ და მოდი ისწავლე განმავითარებელი შეფასების და კომენტარის გამო და რამდენად რეალისტურია ახლა სიმართლეს თვალებში შევხედო თუ სიმართლეს ვიტყვით მართლა ბავშვი რომელსაც ჩვენთანაც ეგრე იყო ხა ჩვენს კლასშიც რომ ან ჩვენ რო ნიშანს არ გვიწერდნენ შედარებით უფრო ხელი მოუშვით იმას რა ქვია საერთო პროცესადგან ან ჯერ მშობელს ეგონა რომ როდესაც ნიშანს გიწერენ 10-იანს შენ ძალიან კარგად სწავლობ მაგრამ ჩვენ უკვე შეფასების სისტემაზე გადავედით და მშობელი რომ ვერ ახედავდა ჩვენს ნიშნებს არამედ შეფასების სისტემას უფრო ყურადღებას არ აქცევდნენ და ჩვენს შედარებით მობიერი გახდით წიგნების მიმართ მოუშვით სწავლას ხელი ასე ვთქვათ და ანუ მაგრამ დაბრუნდით ისევ სწავლის პროცესში. ახლა კი, მაგრამ რამ დაგაბრუნდით?
ის რომ დავინახეთ რომ ნიშანი მთავარი არ არის რა ან ბავშვ ჩვენს ცხოვრებაში და ბავშვ ცხოვრებაში და შეფასების სისტემა ან რითაც ჩვენ გვაფასებენ ეგ წარმოგვაჩენს ჩვენ ან ჩვენ როგორები ვართ საგაკვეთილო პროცესში და ეგ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნიშანი ანუ კონკრეტულად დღეს რა ნიშანი მივიღე მე და როგორ ვიცოდი ის გაკვეთილი ხო ნახეთ ჩვენ ძირითადად კი ვცდილობთ გამოვიყენოთ გარემოებათა შეფასება მაგრამ მაინც გვიწევს პერიოდულად შემაჯამებლებში განსაზღვრელი ნიშანი დავწეროთ და ნიშანი განსაზღვრელი მაინც გამოიყენება ჩვენთან სკოლაში. ცოტა შორის მსგავსი პრობლემა გვქონდა დაწყებით კლასებშიც, როდესაც გადავედით გარემოებათა შეფასებებზე და პირველ მეხუთე კლასში კი იცი რომ ნიშანი არ იწერება და გარემოებათა შეფასებებია, მაგრამ ჩვენ გადავედით ასე თქვა სრულ შეფასებაზე, რომელიც განსაზღვრავდა მოსწავლის უნარებს, ჩართულობას, დამოკიდებულებას და ცნებების დაუფლებას, ბევრი მშობლისთვის ცოტა შორის გაუგებარი გახდა, რომ აი ამდენი ინფორმაცია ვეღარ დაამუშავა სავეთ. თითქოს რომ აი მოკლედ მითხარი რა, კარგია, ყოჩაღია თუ არა ყოჩაღი ჩემი შვილი. ხო და ნუ კარგია ყოჩაღია იგივე 10-იანი 2-яნის თეორია რა კარგია დღეს ცუდია დღეს კარგია დღეს არ მომწონს ეს ხო შეფასება არ არის სუბიექტური დამოკიდებულება ბავშვზე და ჩვენი ახმა და როცა ვცდილობთ რომ ჩვენ ვიფიქროთ რაც მართლაც რთულია ჩართულია თუ არა მოსწავლე რატო არაა ჩართული და რა უნარებზე მუშაობს რა უნარებში ჭირდება განვითარება თქვა ამა თუ იმცნებას როგორი აზრებს და ასე შემდეგ. ეს უფრო რთული სისტემაა, ხო? ნიშანი ანუ არის რომ ყოველდღიური იარლები რასაც ჩვენ ბავშვი აი ყოჩაღია კარგია იმ დღის მზაობა. იმ დღის მზაობა და როდესაც ბავშვი წერვადიან შეუყურებ ამ წერვადიან პერიოდში შეუყურებ ან ვერ შეაფასებ რა ბავშვს ეგ ნიშანი განსაზღვრავს ან იმ დღეს როგორ ხასიათზე იყო მოკლედ როგორ გუნებაზე იყო როგორ გაწყობაზე იყო საგაკვეთილო პროცესი და როდესაც შეფასების სისტემაზე საუბრობთ, ხომ ბავშვი ითვალისწინებს, აი თუ მაგალითად ბავშვს არ შეუძლია გამართულად საუბარი და მასწავლებელი უწევს მას 9-8-ს, შეფასების სისტემაში შედარებით სხვანაირად რომ ანუ უნდა შენ იქ უხსნი რომ ანუ ამა და ამის ეს საკითხი უჭირს, სწორად გამართულად საუბარი უჭირს, ეს არის და სამუღამებელი ასე ვთქვათ, წყალებში და ამა და ამ საკითხებში კარგია. ხო მართალი ხარ ლუკა იმიტომ რომ ნახე ბავშვი ჩვენი საზოგადოების გამოხატულება არის სინამდვილეში ნიშნებით შეფასება იმიტომ რომ ძალიან მარტივია რა აი ძალიან მარტივია მივაძებოთ ნიშანი შე როგორც თქვი რაღაც ყოველდღიური იარლიკი რომ ეს 8 დღეს ცხადა გასაგებია თითქოს ყველასათვის და თითქოს ყველა კმაყოფილია და მით უმეტეს ბავშვობიდან წარმოვიდგინე აი ნახე სულ ვიღაცას გვადარებენ სულ გვაფასებენ აი ნიშნით რომ აი შენ იმაზე მაგარი ხარ, იმაზე სუსტი ხარ, ეს იწყება ბავშვობიდან, ბაღში, მერე სკოლაში, მერე უნივერსიტეტშიც, ეროვნულები ხო საერთოდ კატასტროფა ჩემი აზრით, აი უთანასწორო ბრძოლა ბრავი დიდრების და ღარიბების ასე რომ თქვა და ვის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს რომ და რამდენი რეპეტიტორი აიყვანოს, მოკლედ საბოლოო ჯამში ეს არის რაღაც კონკურენცია, მარათონი, განათლება, რომელიც რა საითკენ მივყავართ, არ ვიცი. ხო, და საბოლოო ჯამში მივდივართ რაზე? ერთმანეთს ვეჯიბრებით და არასაკუთარ თავს. არავინ არ უფიქრდება პირობითად ის, რომ აი მე რა გავაუმჯობესე ხვალ დღეს და ხვალ როგორ ვაჯობო საკუთარ თავს. ყველა ფიქრობს, რომ აი ვის როგორ ვაჯობო. და ეს შედარება არის ჩემი აზრით ყველაზე საშინელი რამ, რომელიცაც აკეთებს სკოლაც, სისტემაც, როგორც განათლების, რავი, სახლშიც მშობელი და ასე შემდეგ. ამიტომ ალბათ რჩევა იქნება ყველას რომ მოდი ნუ შევადარებთ ბავშვებს ერთმანეთს. და ყოველთვის ვაცადოთ ბავშვს განვითარდეს და საკუთარი თავი იპოვოს. ლუკა, აი ახლა გამახსენდა ძალიან საინტერესო იქნებოდა აი მშობლებს ასე ტყოდი. შენი თანატოლების, შენი მშობლებს, სხვა ბავშვების მშობლებს აი განათლებასთან მიმართებაში შენს პოზიციას როგორ გამოუხატავდი, აი არჩევას მისცემდი. ცოტა მობიერები რო იყო უფრო რას გულისხმობ? აი ბავშვის ცხოვრებაში მეტად ჩართულები რო იყოთ მეტად რო გვაინტერესებდეს ანუ სიმკაცრე კი არ უნდა იყოს თავარი ანუ თავარი საგანი ბავშვის ცხოვრებაში რომ ამ კაცში უნდა იყოს სულ ბავშვი უნდა კონტროლო არამედ უნდა იყოს მისი მეგობარი და მასთან ერთად უნდა გაიარო ის გზა რასაც ბავშვი გადის და ამ გზას რო გადიხარ მაშინ უნდა მიცეთ არიგებები რაღაცა თუ არის პატარ-პატარა შენიშნებები ანუ მისი მეგობარი უნდა იყოს რა არ უნდა იყოს ის რომ ბავშვი რომ სკოლაში დადის ჩემი შვილი უნდა გამოვიდეს ის რა ქვია მაინდამაინც ექიმი
ან უნდა ვაცალოთ ბავშვს თავის რეალიზება მოახდინოს, იპოვოს საკუთარი თავი, რა უნდა აკეთოს. დღევანდელ რეალობაში არის ის, რომ მშობლები მოსწავლის ცხოვრებაში იმდენად ერევიან, რომ უწყვეტენ რა უნდა გამოვიდნენ მომავალში. ანუ რა პროფესიის უნდა გახდნენ და აი ბავშვს რომ მშობელი ეუბნება, რომ შენ უნდა გამოხიდე ექიმიო და თავიდანვე საქმეც ვინდა თუ შეატრიალებს რომ ექიმი უნდა გამოვიდე და თავის ვეღარ პოულობს, მერე დაკარგულას რომ ცხოვრებაშიც თავს ახალგაზრდობაშიც გადადის სასახშიც და ეს იწვევს დეპრესიასაც, იწვევს ბავშვის დათქმასაც იწვევს და მშობელი ამ შემთხვევაში ბოროტმოქმედის როლს ასრულებს, ასე ვთქვათ და ხო ზოგჯერ ხო ეგეთი მდგომარეობაშია და ეს ბავშვები მართლა გამოდიან ექიმებიც და წარმატებულებიც და რეალიზებულებიც. კი შეიძლება გამოდიან, მაგრამ ან თუ იმ სფეროში ხარ, სადაც შენ თავს ვერ იზნობ და შეინთავი დაკარგული გაქვს, თუ მაგალითად მე მინდა იურისტობა მინდა და სამართალზე მინდა, თუ მე ჩემი მშობლის გამოწვევდი იმაზე საექიმოს და ჩავაბარე როგორც ექიმმა, მაშინ აი მე ვიქნები დაკარგული რა ჩემს ცხოვრებაში. სულ მუდამ შეგიძლია მექნება რომ მე შემეძლო გამხდარიყავი ისმის მინდოდა ისი ოცნებას მე მქონდა, მაგრამ ამაში ხელი შემიშალა მშობლებას საზოგადოებას. ხო ვიღაცა იტყვის ლუკა რომ შენ მშობელს გაუმართლა რომ შენ სამართალზე მიდიხარ და თქვათ მეორე ალტერნატივა ექიმობა და თქვათ თუ ბავშვი მიდის ისეთ პროფესიაზე რომელიც თქვათ მშობლის გადმოსახედიდან და ჩვენი საზოგადოებაში არასერიოზული შეიძლება იყოს თქვათ რავი უნდა მსახიობობა, მუსიკოსობა, მსგავსი რაღაც. ამ დროს ცოტა ხო არ თულდება ეს კაი ტიპობა როგორც მშობლის. ხო, ანუ ბევრს დღევანდელ რეალობაში გონია ის რომ მშობელს გონია ის რომ ბავშვი თუ სამსახიობოზე აბარებს, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. სამსახიობო გონია რაღაც ისეთი რა. ანუ არ არის სფერო პროფესიული შეიძლება გადაცება იყოს შენი ეს სამსახიობო, მაგრამ პროფესიულად არ შეიძლება, იმიტომ რომ ამით შენ მაგალ ფინანსებს ხელფას ვერ აიღებ და ყველაფერი გონიათ ფინანსებზე დამყარებული. არადა ის ბავშვი, რომელსაც სამსახიობო მოწევს თავის თავს ყველას გახსნილად და თავისუფლად პოულობს სამსახიობოში. ვისაც ცეკვა უნდა პოულობს ცეკვაში, ვისაც ფეხბურთი უნდა პოულობს ფეხბურთში და ანუ ის ოცნებები რაც ესო გარანტირებული არ არისო წარმატებული იყო და ფინანსურად შესაძლებლობა გექნება მშობელი ხო მაღაზიაზე დარდობს რომ უზრუნველყოფილი იყო მომავალში. ანუ ეგ სადადარია, მაგრამ თუ ჩვენ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ჩვენ ვისწავლით 12 წელი ანუ ძალიან კარგად და შემდეგ გავხდებით ექიმები უეჭველად, ეგეც არ არის უეჭველი ჩვენ მართლა ექიმები ან გარანტია რომ ბედნიერი იქნება. ხო, ან ბედნიერი ვიქნებით და ამიტომ ყველაფერი ან გარანტირებულად ვერაფერი ვერ იქნება, რაც მშობელს გონიას მაგათ რომ თუ ძალიან კარგად სწავლობს, გამოვაწარმოებს. სხვა უნარებიც უნდა ბავშვს, რომელიც მას წარმატებისკენ წაიყვანს რა. აი მოლოდინებზე გავამახვილებ ყურადღებას შენ ახსენე მოლოდინი და აი საბოლოო ჯამში აი რომ დავფიქრდეთ ნახე ხშირად ვსაუბრობ ბავშვებთან რომ აი წარმოიდგინე რომ გვაქვს სოციალური წყობა, სადაც ვიცით რომ 6 წლიდან შევდივართ სკოლაში და 12 წელი უნდა ვისწავლოთ სკოლაში. აი რომ დავსვათ კითხვა, ესეც შეიძლება დაგვიანებულიც იყოს, მაგრამ მაინც რა არის სკოლის მიზანი? საშუალო განათლების ზოგადი განათლების მიზანი რა არის 12 წლის? ჯერ იქით მინდა დავიწყებ რომ ბავშვი როდესაც სკოლაში მიდის, ადაერს ყველა 12 წელს თავის ცხოვრების ყველაზე ესეთ პერიოდს, სადაც უტევს გადატეხის ასაკი, აი მომწიფების ასაკი უკვე შედის იმ მწიფდება და ბავშვის გონება არეულია რა. ანუ ეს 12 წელში სკოლის მიზანი და მშობლის მიზანიც წესზე უნდა იყოს, რომ აი ბავშვი კი არ აიბნეს ცხოვრებაში და თავის თავი დაკარგოს, არამედ ამ 12 წლის განმავლობაში მიხვდეს ვინ არის, ანუ რეალიზება გაუგეთოს თავის თავს და შემდგომში უკვე მომავალში იცოდეს რა აკეთოს და დღევანდელი სკოლების თავარი პრობლემა ის არის, რომ ბავშვი 12 წელს სწავლობს, თუმცა ბოლო აი გამოცდაზე რომ მოდის ეროვნულებზე იქ წყვეს თუ რა უნდა გამოვიდეს. ეგ სკოლის მიზანის უნდა იყოს, რომ თავიდანვე უნდა იპოვოს ბავშვს საკუთარი თავი, უნდა იცოდეს რა პროფესიის ან რა პროფესიონალ გაყვეს რა არის მისი გადაცემა და სკოლა უნდა დაეხმაროს ამაში რა, ანუ უნდა აპოვნინოს საკუთარი თავი.
კი, გეთახები მაგაში და მეც დავამატებდი ჩემი აზრით სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი კი არ ყალიბდება რაღაც საკითხის სპეციალისტად და პროფესიონალად, არამედ სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და პლუს ამას ეს რო შეძლოს უნდა განავითაროს თავისი უნარები. აი ჩემი გადმოსახედიდან აი ნებისმიერი საგანი, საგნობრივი ჯგუფი არის უბრალოდ კონტექსტები, რომლებშიც ბავშვი თავის უნარებს ავითარებს და იყალიბებს აზროვნების სქემებს. რას გულისხმობ, რომ დავსვათ კითხვა, აი რამდენად მნიშვნელოვანია და საჭიროა ისევ და ისე სპეციალურად ვუტრირებ და პროვოკაციულად ვსვამ, რომ სკოლაში ბავშვმა იცოდეს მათემატიკა იმ დონით, იმ დოზით, რომელიცაც მოითხოვს ჩვენი სასკოლო პროგრამა. ესმის აი საჭიროა ნეტა თუ მათემატიკა უნდა იყოს საგანი, რომელშიც ბავშვი ავითარებს მათემატიკურ აზროვნებას, ლოგიკურ აზროვნებას, კანონზომიერებას და აქვს რაღაც ის სკილები, უნარები და გონებაში სქემები, რომელთაც შემდგომ გაუმკლავდება ცხოვრებისეულ გამოწვევებს. თუ მანდ მაინც რავი, ბოლომდე უნდა ვისწავლოთ მათემატიკა. ეგ არის მაღალი მოლოდინების ფერალია, რომ მათემატიკას რო სწავლობს, უნდა იცოდეს ძალიან მაღალ ლეველზე რა, ძალიან მაღალ ეტაპზე უნდა იყოს ეს ბავშვი ასული მათემატიკაში. უნდა იყოს რაღაცა გენიოსი, უნდა წავიდეს ლაბორატორიაში და ყველა ფორმულა გამოიყენოს, რაც იცის და შექმნას რაღაც ახალი ფორმულები რა. და ეგ დამოკიდებულება რო აქვთ ზოგადად სკოლასთან მშობელს, ანუ არ არის მართებული, იმიტომ რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს იმ დოზით მათემატიკა, რასაც მომავალში გამოიყენებს და ეროვნულებისთვის, მე ვიცი პირადად ჩემს ცხოვრებაში ეროვნულებისთვის სწავლობს მათემატიკას, აი ისეთ დონეებს, რომ მისი ტვინი გადამწვარია რა, რო ელაპარაკები, ფიქრობს იმაზე როგორ ამოხსნას რა და ემზადება ეროვნულებისთვის, მე ამის ნახევარი მათემატიკა ავიწყდება და საბოლოოდ რჩება იმ მათემატიკის, რასაც ჩვენზე ვსაუბრობთ, აი მინიმალური მათემატიკა უნდა, რადგან ცხოვრებაში განვითარდეს უნარები შეიძინოს რაღაცა და ანუ ცხოვრებისეულ პრობლემებს გაუმკლავდეს რა. ეხლა ვიღაცა შეიძლება გისმენდეს და ფიქრობდეს, რომ თქვენ იქამდე მიდიხართ, მაშინ სკოლაში არაფერი უნდა ისწავლოს კაცო ბავშვმა და მთელი დღე იჯექით და გაერთეთ და ჯგუფური სამუშაოები ატარეთ და დისკუსიები ატარეთ და მაგ რა უთხრა, შეიძლება გავცეთ ამ პასუხი. სინამდვილეში ეგ ჯგუფური სამუშაო და დისკუსია, აი ჩვენ რაც ახლა გვაქვს თქვენ მასწავლებელი ხართ, მე ვარ მოსწავლე, ეგ ჩვენ შორის დამოკიდებულებას მე ამ პოდკასტთან ვსწავლობ რაღაცას. მე არ მექნება მომავალში სადმე გამოსვლის შიში, არ ვინმესთან საუბრის შიში, მიკროფონთან საუბრის შიში, კამერების წინ საუბრის შიში არ მექნება რა და მაგ შიშებს დავძებ და სინამდვილეში ის რომ ვიღაცას გონია რომ მე თუ ის თუ მაგრად მოუყვება და ის თუ მაგრად აწერს რაღაც დავალებას, ეგ მაგით უფრო იძენს განათლებას, ეგ არასწორია, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი, ამ პირადად ვიცნობ მაგას, ვინც ჯგუფურ სამუშაოებში უფრო მეც ცოდნას იძენს და მეტად ვითარდება, ვიდრე ინდივიდუალურში რა და ბავშვს როდესაც აძლევს შესაძლებლობას რომ აი სხვადასხვა მიმართულებებით განვითარდეს იქნება ეს დისკუსია, ჯგუფური სამუშაო და არა მხოლოდ ტრადიციული მოყოლა და დაჯექი, ანუ ეგ უფრო მეტად აძლევს ყველა ბავშვს განვითარების შესაძლებლობას რა. არ ვიცი ახლა ეს წინადადება. არა, საკმაოდ საინტერესოდ მსჯელობ და გეთანხმები მაგ საკითხში. აი რა მაინტერესებს კიდე ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის რესურსები, რომელთაც დღეს მოსწავლეები სწავლობენ. აი ამ რესურსებთან დაკავშირებით რას ფიქრობ? აი როგორი უნდა იყოს რესურსები? აი რესურსებში გულისხმობა თუნდაც ის განსახილველი საკითხები სხვადასხვა საგანში. რამდენად რელევანტურია, რამდენად საინტერესოა კონტექსტები, მაგალითად თანამედროვე ბავშვისთვის, რამდენად დაძლევადია, აი ამასთან დაკავშირებით ხო არ გიფიქრია და ხო არ გაქვს რამე აზრი? მე ისტორიით, ანუ ახლა ვსწავლობ ისტორიას, ქართულს, ინგლისურს და სამოქალაქოს. გავდიოდი ახლა წიგნებით არ გავდივარ, მაგრამ ადრე გავდიოდი წიგნებით და როდესაც ვუყურებდი იმ მასალას, რაც წიგნებში ეწერა, ფიქრობდი, რომ ზოგჯერ ზედმეტი იყო რა, ანუ ისტორიაში, როდესაც ჩვენ გვიწერია ისეთი სიტყვები წიგნში, რაც ანუ ისტორიასთან კავშირში არა და ბავშვი ვართულად იცის რა, ან ბავშვი არის ის განმარტება და მაგის განმარტება იქ არც წერია, ანუ ეგ ცოტა ისეთ იმას ხმის რა, ბავშვი როდესაც კითხულობს, გონია რომ ვერ იგებს. და სინამდვილეში წიგნები არის გადატვირთული. როდესაც ბავშვს აქვს 3 ნაწილი სასწავლებელი და 3 ნაწილში არის 300 გვერდი, ფიზიკურად არ შეუძლია მას რომ ეს
ამის ცოდნის რეალიზება მოახდინოს და შეისწავლოს რა ეს. მათ კავშირში არის პირდაპირ სწავლების მეთოდი. თუ ჩვენ სწავლებას აღვიქვამთ როგორც არა ტექსტების დამახსოვრებას და მე ამის გადმოცემას, არამედ ტექსტების დამუშავებას, გააზრებას, მე უკვე მგონი პრობლემა აღარ არის რაოდენობა, ხო? ხო, ანუ თუ ჩვენ ხო პროექტი ქონდა რომ თუ ინგლისურს და ისტორიას ერთმანეთთან დავაკავშირებთ და რაღაც ფაქტებს ამოვიღებთ და ერთმანეთს შევაკავშირებთ, უფრო მარტივი იქნება მოსწავლისთვის ეს სასწავლო პროცესი და ანუ უფრო ნაკლები სასწავლოც იქნება, იმიტომ რომ წარმოიდგინე ინგლისურს და ისტორიას სწავლობ ერთად, რომ მაგარია რა, იმიტომ რომ ინტეგრირება სულისხმო. ხო, ორივეში რაღაც ცოდნას იღებ და ის რომ გაკვეთის მიცემ ერთ პარაგრაფს და სულ არის 90 პარაგრაფი და 80 გაკვეთილი გაქვს ერთ წერში, ხო, ცოტა რთულია ბავშვის, იმიტომ რომ გადატვირთული გონებას გადატვირთული ხდება და იმდენი ფაქტის დამახსოვრება პირობითად ის სწორი ავიღოთ, ანუ ხო გინდა რომ იმდენი ფაქტი დაიმახსოვრა რა რაღაცა რომ მე ბოლოს ეროვნულები რაც არის ეს ჩვენი სისტემა ეროვნულებში მაინც გამოიყენო რა. აი ვთქვათ მოცულობა რესურსის გასაგებია და თვითონ რესურსების შინაარსზე რა აზრის ხარ? აი ხო არის ვთქვათ რაღაც ნაწარმოებები ლიტერატურაში და აქ რამდენად მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება და ბავშვების ინტერესების გათვალისწინება თუ მანდამაინც რაღაც რო არის რაღაც ნაწარმოები კლასიკა აუცილებლად უნდა გავიაროთ. მე ახლა ვიცი დიახ მოსაწონი იქნება მაყურებლის მაგრამ ახლა წავიკითხე ჯაყოს ხიზნები ან ახლა საფრთხეს წავიკითხე ჯაყოს ხიზნები და ვიცი რომ იქ სასწავლო მასალაშიც არის რა და ცოტა არასაინტერესო იყო მაგრამ ეგ რო უთხრა რომელიმე წარისწინულ მასწავლებლებს ან 60-70 წლის ტიპურ მასწავლებლებს არის შეიძლება დაიხიოს ის გაზე იმიტომ რა თქვი არ მოგწონს რა ხანი ქართული ლიტერატურა და ეს ქართული ლიტერატურაში არის კლასიკა ხო ცოტა ისეთია რა შეიძლება ბავშვს არ დაინტერესებს მაგრამ სხვასაც ვერ იღებს ხო ანუ ეგ შეიძლება ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია ვიღაცისთვის საინტერესო აინტერესო ნუ ხა კლასიკა არის მაგაზე თანხდებით მაგრამ ის რომ თქვა ბავშვს შეიძლება არ მოეწონოს ეს დაუშვათ უნდა იყოს ხო აი ბავშვს მინიმუმ სულ კითხოთ რატო არ მოგეწონა პირობითად და აქ შეიყვანო ფიქრში ბავშვი ხო აქ ამსჯელო ჩემ მოწონება დიდად დაიმსახურა სიმართლე კი იყო რაღაც მომენტები რაც მოეწონა მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც წიგნი წასაკითხად მე არ მომეწონა ჯოყოს ხიზნები იმიტომ რომ ცოტა გაწერილი წიგნი ასე ანუ ჩემს კითხვის იმაში არ ჟდება რა აი რომელი მოგეწონა მაშინ ასე თქვა დაუპირისპირე ლიტერატურიდან კი ქართული ლიტერატურიდან ალბათ ზებულონი მომეწონა ყველაზე მეტად ან ჯემაკაც ხარეს ნაწარმოები მომწონს რაღაც ანტონიო და დავითი like მაგ წიგნმა ესე ან პაუზა მქონდა გაკეთებული წიგნების კითხვა შორის რა ანუ ერთი წელი თითქმის წიგნი არ მქონდა დაგითხრილი და ანტონიო და დავითის რო წავიკითხე მაგის მერე რავი ძალიან ბევრი წიგნი როგორც უცხოური ლიტერატურა და ესე ქართული ლიტერატურიდან და ალბათ ზებულონი და ანტონიო და დავითი ხო აი ძალიან კარგი საკითხი წამოჭერით თანამედროვე მოზარდების და საზოგადოების დიდი პრობლემა არის აი ეს არ კითხვა უკითხველობა არ ნაკითხობა თუნდაც აი სკოლაშიც ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევა გაქვს ბავშვებში რომ აი წიგნთან როგორ მივიყვანოთ ბავშვი და შენი გამოცდილებიდან და ზოგადად თქვა შენი თანატოლებიდან მეგობრებთან გამოცდილებიდან შეგიძლია რამე გითხრა როგორ შეიძლება ბავშვი მივიყვანოთ სახელმწიფო წიგნთან ხატრულ ლიტერატურასთან ალბათ მე როდესაც ანტონიო დავით დავიწყე ეგ ჩემმა მასწავლებელმა ქართულში მასწავლებელმა მირჩია რომ ეს არის ძალიან კარგი წიგნი ანამდე იცოდა მე როგორი საკითხავი წიგნები მომწონდა ანუ მე როგორი გეგონება მქონდა წიგნებში და მაგის მიხედვით მირჩი ანუ მასწავლებელმა უნდა იცოდეს არა ის რა არის კლასიკა და რა უნდა მოეწონოს უეჭველი უნდა მოეწონოს ბავშვს არამედ რა მოეწონება ანუ თუ მასწავლებელმა იცის როგორი წერის სტილი მოწონს მასწავლეს როგორი და თემები აინტერესებს შესაბამისი ჟანრის და შესაბამისი იდეის წიგნს მოუძებნის და მისცეს მოსწავლეს რომ დაინტერესოს და აი მასწავლებელი როდესაც ეუბნება რომ აი შენ უნდა წაიკითხო ის რა ქვია რაღაცა კლასიკა ჯაყოს ხიზნები მოეჭველი და მოგეწონოს ხო ანუ არ მოეწონება რა ანუ რო არ მოეწონოს ეგ ბავშვი ფიქრებს რომ აი მე ვარ პრობლემა რაღაც
ანუ შენ ფიქრობ რომ ბავშვი შეიძლება დავაინტერესოთ წიგნით და მივიყვანოთ კითხვამდე თუ ვიცით რა ჭირდება იმ მომენტში რა აინტერესებს და ამით ყურადღება მივიპყროთ ხო? კი გეთანხმები მაგაში, იმიტომ რომ ცოტა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს კიდევ ერთხელ, მაგრამ ეხლა კი იცი, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა გადატეხის ასაკი ბავშვების ეს განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე იწყება პროცესი და მართლაც რთული ეხლა ბავშვს თავისი გამოწვევებია გადატეხის ასაკი მთელი ამბები და შენ რაღაცა მისთვის არანაცნობ უინტერესო კონტექსტს აძალებ რო წაიკითხო, აი ხო შეიძლება რომ ისეთი საკითხები შეუტანო, რომელიც მისთვის ნაცნობი, საინტერესო, აქტუალურია და იქ შეიყვანო ფიქრში და დისკუსიაში და იქ მიიყვანო ახლოს სახელმძღვანელოსთან. ძალიან კარგი. აი ნენა ბოლოსკენ წავალ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის სკოლებში, მაგაზე გადაცემაც ჰქონდა გაკეთებული ცალკე AI, ხელოვნური ინტელექტი და ბავშვების, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობა და ასე ვთქვათ, მისი ბოროტად და ცუდად გამოყენება და აქ რას გვეტყოდი, ბავშვები რატო იყენებენ, შენ თუ გამოგიყენებია, როგორ იყენებ, ჩვენ რა ვქნათ სკოლამ, როგორ დავაზროთ ეს მომენტები და მოკლედ, რა ვიცი, რა გავაკეთოთ, გვიშველე ლუკა. ჩემი აზრით, ის დამოკიდებულება, რაც დასრულებს და უპირველეს საკითხს AI-ის მიმართ აქვს, მოძველდა, იმიტომ რომ AI არ არის რაღაცის გადაწერის საშუალება და აი უბრალოდ მარტივად რომ მოიძიო ინფორმაცია, მაგაშიც კი დაგეხმარება. AI არის უნდა იყოს საშუალება იმის რომ შენ რაც გაინტერესებს, იმის შესახებ მოიძიო მეტი ინფორმაცია და უფრო სწრაფად რა. AI არ უნდა იყოს, არ უნდა იფიქრო ისე რომ მე ეს განმავითარებს რაღაც კუთხით, რაც მე მაინტერესებს. არამედ ეგ იქნება დამხმარე საშუალება. მშობლები და ეს ხალხი შეგვიძლია ამოდრო ეს ეშმაკის მანქანას უძახის ამას, იმიტომ უძახის რომ ბავშვები აღარ მეცადინეობენ, აღარ აკეთებენ დავალებას, აკეთებინებენ AI-ს. ცოტა ესეთი ესეთ დამოკიდებულებაში რომ რატო უნდა ვისწავლო, როდესაც მაქვს AI ხო? AI რახან ტელეფონშია და ანუ AI შეიძლება შეგიძლია იყოს წიგნი შენთვის. ანუ იყოს სახელმძღვანელო მასალა, რაღაცით იხელმძღვანელო და ეს რაღაცა იყოს AI. როდესაც შენ წიგნში მაგალითად ვერ გაიგებ რაიმე ფრაზას ან მონაკვეთს და გაინტერესებს ამას და რომელიმე მასწავლებელი ან მშობელი და რომელიმე სხვა რაღაცა ვერ გიხსნის ამას, შენ შეგიძლია მიმართო AI-ს რომ რაღაცა მონაკვეთი აგიხსნას რა. ანუ ეგ დაგეხმარება შენ და არა იმაში რომ უეჭველი გაგაგიბი. ხო, ნუ ფაქტია ვაღიაროთ რომ ბავშვების ნაწილი ბოროტად იყენებს და აქ რა ვქნათ, აქ რა გამოსავალი. გამოყენებას რაც შეეხება, კი ვიცი რომ თემებსაც იწერენ არ იყენებენ ისე როგორც რაც ადრე თუ ბავშვები ერთმანეთსგან იწერდნენ, ახლა AI-სგან იწერენ. ხო რა. ან შათალე არ შეცვლია რა. ანუ თუ მოსწავლეს უნდა რომ ითაღლითოს და ანუ არ ისწავლოს რაღაც მასწავლებელს მოატყუოს, ეგ ისე რაც მოატყუოს პატარა ბავშვის ფანტაზიას. ხო, ანუ ერთ-ერთი მოზარდი დასრული ადამიანი ვერ გააჩერებს რა. თუ მაგალითად იწერდა მასა მისი კლასისგან, ახლა იწერს AI-სგან. თუ მასწავლებელმა არ დაინტერესა რომ ბავშვმა თემა დაწეროს თქვა სიტყვაზე, ის AI-ს რომ არ ქონდეს გადაწერს მოსწავლისგან. და AI რომ აქ AI-სგან მაგალითად თუ ჩვენ დავაინტერესებთ აი თემის წერა თუ საინტერესო თუ ჩვენ მივცემ საშუალებას ან ისეთი დავალებას მოუფიქრებ რომელიც ხო მარტო თემის წერას ეს პირობითად ავიღოთ ან რაიმე დავალებას მივცემთ ისეც რომელიც მისთვის საინტერესო იქნება AI-ს არ გამოიყენებს იმ კუთხით რომ ეს დავალება ოღონდ შეასრულოს არამედ ის რომ დაეხმაროს ამ დავალებას შესრულებაში კი ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს იმიტომ რომ ჩვენს ვფიქრობთ რომ გამოსავალი ეგ არის რომ ერთადერთი გამოსავალი ეგ არის რომ ბავშვებს რამენაირად ისეთი დავალების პირობა და შინაარსი შევთავაზოთ რომ მისთვის საინტერესო იყოს მისი გაკეთება და არ მოუნდეს ბავშვი რატო იყენებს ხოლმე AI-ს ან უინტერესოა და ეზარება კეთება ან რთულია რომ ვერ უკლავდება ჩემ მაგალითს ახლა მე პირად AI რატომაც გამოყენებული ანუ გამოყენებული მაქვს იმიტომ რომ რაღაცა კითხვის წერა იმ დონეზე მეზარებოდა რომ როლს ვერ შევდი რა არ მინდოდა რომ დამეწერა ეს საკითხი და უცებ ახლა ფიქრს არ მაწვენი ახლა რას პირველი რომ რაღაცა ეპოვა ისეთი რაც გაგიადვილებს გამზადებულ მასალას მომაწოდენდა და შევედი AI-ში დავწერე რაღაცა ამომიგდო პირობა გადავწერე საბოლოო ჯამში არ გამოვიდა კაი რაღაცები ჩასწორე მომიწია მაგრამ ხო რა ანუ სიზარმაცის გამო გავაკეთე იქ ყველაფერი და
კი, მესმის, ხო, მესმის. კი, გამოწვევა არის, ფაქტია, გამოწვევა არის და ჩვენ მასწავლებლებს მეტი საფიქრალი გაგვიჩინა მაგ კუთხით, მაგრამ დამინჯერე მგონი უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თუ დავიწყებთ ფიქრს, როგორ გავუმკლავდეთ AI-ის იმ კუთხით, როგორ გავხადოთ ჩვენი საგაკეთებლო პროცესის საინტერესო, დამინჯერე საბოლოო ჯამში ეს უკეთეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე AI-ის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ იძულებული ვართ დღეს უკვე მასწავლებლები, რომ უფრო მეტი ვიფიქროთ, უფრო მეტი საინტერესო და შემოქმედებითი პროცესი შევთავაზოთ მოსწავლეებს, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს არის გამოსავალი. ხო, ვერ გააჩერებ. ვერ გააჩერებ, პროგრესაც ვერ გააჩერებ და აი ქარისწის კლუბთან ბრძოლას გავს ეს ყველაფერი. გინდოდეს მაგის გაჩერება. იმიტომ რომ განვითარდები და მოსწავლესაც ხედავ, რომ განვითარების საშუალებას აძლევს. აი შედესად კარგი უნდა. აი თორნიკე ამბობს ხშირად და გავმეორდები, რომ AI-მ საბოლოო ჯამში გაანადგურა ეს behavioristული სწავლების მეთოდის ეფექტურობა, იმიტომ რომ დღეს უკვე ვერც ერთი მასწავლებელი ვერ იქნება მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი, იმიტომ რომ ვერც ერთი ადამიანი ინფორმაციის მთლიანობაში, ასე ვთქვათ, როგორც ფლობელის ფაქტების მცოდნეს ვერ აჯობებს და ამიტომ დღესდღეობით უკვე საჭიროება არის და გამოსავალიც ხონდა ის რომ მასწავლებელიც და სკოლაც უნდა იყოს, რავი, შემოქმედებითობის და რაღაც კეთებით სწავლების ადგილი და ბავშვისთვის მაქსიმალურად საინტერესო უნდა იყოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არასხონად ვერ ვაჯობებთ აი ამ გამოწვევებს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში არსებობს. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა შენი აზრებისთვის. სამწუხაროდ ჩვენ დროის კუთხის შეზღუდულები ვართ, მაგრამ იქნებ რაღაც ისეთი საკითხი გამოგვრჩა, რომელიც შენი აზრით მნიშვნელოვანია, რომ დასრულებმა სკოლამ, მასწავლებელმა, მშობელმა, საზოგადოებამ იცოდეს მოსწავლეების შესახებ, გაითვალისწინოს ეს აუცილებლად და სასწაულად მნიშვნელოვანი იქნება არის ეგეთი საკითხი, რომელიც გამოგვრჩა და გინდა რომ დაამატო და თქვა კიდევ ერთხელ. არ ვიცი, წავან თუ კარგად აღნიშნეთ თუ არა, მაგრამ იმის მინდოდა რომ სკოლამ და მასწავლებელმა არ უნდა აღიქვას მოსწავლე ობიექტად, სასწავლო ობიექტად რა. მაგალითად, ბევრჯერ მინახავს, რომ მასწავლებლებს რაღაცა კლასში შეაქვთ ისეთი წიგნი, რომელიც უნდა გამოსცადოს შემდეგ თავის აბიტურიენტ მოსწავლეებზე რა, ანუ სახში მიწყავთ და ანუ იმ სკოლის ბავშვს საერთოდ არ აინტერესებთ ეს რა შედეგს მოუტანს მას და ეგ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რომ მასწავლებლისთვის უფრო პრიორიტეტულია ის აბიტურიენტები, რომელიც მისთვის სახში მოდიან, ვიდრე ის ვინც სკოლაში ხდება რა და ანუ ერთნაირი დამოკიდებულება თუ არა, მინიმუმ თანაბარ დონეზე უნდა დააყენოს რა ეს ორი გასხვავებული არა ამტრიან, მაგრამ სკოლას და იმ მოსწავლეებთან ერთნაირი დამოკიდებულება უნდა ქონდეს. ხო, ნუ რეპეტიტორიზმი უფრო მწვრთნელობა გამოდის და სკოლაში ცოტა პროცესი სხვანაირია და აღზრდა და გაწვრთნა სხვანაირი. კი. ძალიან საინტერესოა, მე თუ გვექნება საშუალება ლუკა, ძალიან საინტერესო იქნება შენი როგორც აბიტურიენტის თქვათ ცხოვრება, ყოველდღიურობა, რა პროცესებს გადიხარ, ეხლა შენთან ბევრი ემოციაც გექნება, ფიქრიც, განცდებიც, გამოწვევებიც, თან რამდენი კონკურენტი ყავს ეხლა ეროვნულებზე, ხო, რამდენ მოსწავლეს ნაჯობ, რომელიც რეპეტიტორებთან დადიან და ამაზე თუ გექნება მერე სურვილი, შეგვიძლია ჩავწეროთ კიდე ერთი გადაცემა და ვილაპარაკოთ როგორც აბიტურიენტობაზე, რეპეტიტორობაზე და აი ამ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ავთიქნებთ შენი გამოცდილება და საკმაოდ მშვიდად ხარ, მე როგორც ვიცი, გამოვადგეთ სხვა აბიტურიენტებს და გავშეუმსუბუქეთ მათ ყოფა, იმიტომ რომ ბევრისთვის ეს რაღაც აი მარათონივით არის, რომელიც დაიწყო სექტემბერში და ეხა ივნისში მთავრდება, ხო აი სადღაც სულ მირბიან, სულ გადარბენაზე, ხო. მოგეთ, წარმატება უსურვოთ ყველა ადამიანს, ვინც განათლების სისტემაში არის, განსაკუთრებით მოსწავლეებს, ყველაზე მთავარი განათლებაში არის მოსწავლეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, თუ ჩვენ აი მადლობა მაგ სიტყვებისთვის, თუ ჩვენ მოსწავლეს აღვიქვამთ როგორც ჩვენს თანამშრომელს, ადამიანს, რომელთანაც უნდა ვითანამშრომლოთ და ერთად მივახციოთ რაღაც შედეგებს, დამინჯერეთ ყველაფერი ერთიორად გაადვილდება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემას და გამოწვევა მოგვარდება, ძალიან ბევრი ნიუანსია, თუმცა ეს არის ერთ-ერთი დამოკიდებულება, რომელიც მასწავლებლებს და სკოლას დაგვეხმარება, რომ მოსწავლისთვის პროცესი იყოს საინტერესო. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის. იმედია
ბევრისთვის დასაფიქრება საკითხებზე ვისაუბრეთ და იმედია შენი პოზიცია როგორც მოსწავლისთვის იქნება გათვალისწინებული. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველას ვინც ისმენთ.